მიესალმეთ წითელ კუთხეში ოტიკო ხურცილავა. იწყება მეორე ორთაბრძოლა. წითელ კუთხეში გახლავთ ოტიკო ხურცილავა 16 წლის. იგი წარმოადგენს კლუბ ჭყონდიდის. გახლავთ მარტვილიდან. ალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ მიესალმეთ ლურჯი კუთხე ოტიკო ხურცილავა. ის წარმოადგენს საბრძოლო კლუბ ჭყონდიდს. მისი მწვრთნელი გახლავთ დათა წულაია და გახლავთ 18 წლის. ნახოთ როგორ ბრძოლა შემოგთავაზებს წალენჯიხის მაქსვაიძე. როგორი დასამახსოვრებელი იქნება მისი ბრძოლა წალენჯიხელი გულშემატკივრებისთვის. მისი მწვრთნელი არის დათა წულაია. გამოირჩევა კარგის გოლით და ნახოთ რა შემოგთავაზებს ეს მისი მოწაფე. ხოლო რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს, ის გახლავთ დავით საგურია 18 წლის, მისი წონა გახლავთ 60 კილოგრამი. მას აქვს დებიუტი ამ ორგანიზაციაში. წარმოადგენს ბათუმის საბრძოლო აკადემიას. გავამხნევოთ მოწვენები არის მის გორი. მისი მწვრთნელი კი გახლავთ ირაკლი პაპავა. ვაშკაცა თავისი გუდილი თავი მძინარე გონია. სისხლის სავარი ნადენი სამხინო პლიგონია. მაწვილის გული მალია შახსარდას მოსაისარი. ვაჟი თუ საკრეშებს საკმაოდ დიდი გამოწვევით გადალახვა ელოდება ახლა დავით საგურიას, რადგან ეს გახლავთ მისი დებიუტი და ვნახოთ როგორ გადალახავს ამ გამოწვევას და როგორ ბრძოლა შემოგთავაზებს. პროფესიონალურ რინგზე პირველ დებიუტს ნახავს ნერვიულობა. ნახოთ როგორ გაუკლავდება ამ გამოწვევას. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ბათუმის აკადემიას ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი ყავს და იმედი ვიქონდეთ რომ დავითის დღეს ძალიან მაგარ სანახაობა შემოგთავაზებს. მაშასე ალბატონებო და ბატონებო, ლურჯ კუთხეში 16 წლის კლუბი ჭყონდიდი მწვრთნელი დათა წულაია ოტიკო ხურცილავა მარტვილი. მისი მოწინააღმდეგე გახლავთ წითელ კუთხეში. ასაკი 16 წლის, წონა 60 კილოგრამი. ბათუმის საბრძოლო აკადემია. მწვრთნელი ირაკლი პაპავა. მიესალმეთ დავით საგურია. იწყება პირველი რაუნდი. ნახოთ ბიჭები როგორ გამართავენ, როგორ წაიყვანენ მათ ორთაბრძოლას. ხურცილავა ბევრად გამოცდილია საგურიასთან შედარებით. მას 8 ბრძოლა აქვს პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული. საგურია კი სადებიუტო ორთაბრძოლას გამართავს. დაიწყო პირველი რაუნდი. გახსნათ საგურიამ შიდა ლოუკით აკვირდებიან ბიჭები ერთმანეთს. აქტიურ ფაზაში არ გადავიდნენ ორთაბრძოლის. აგრესიულად დაიწყეს სპორტსმენებმა გაცვლები. დიდ პრესინგში ყავს ახლა საგურიას ხურცილავა. კარგად მუშაობს საგურიას მეორე ნომრად. კარგად გადის, მაგრამ კაი ოვერჰენდი გაუტარა ხურცილავა. ამასობაში კარგი უჩირო გერიც საგურიასგან. გააქტიურდა ხურცილავა. და ახლა გაუტარა ახლა ხურცილავას ეს დარტყმა. და პირველი ნოკდაუნიც მაქს ვაიტის ივენტზე. პირველი ნოკდაუნი ვიხილეთ მაქს ვაიტს 15-ზე. კარგად დაიწყო აქ ხურცილავა. აქტიურად დაიწყო.
ისე კარგი გაცვლები, უპასუხა აქ ხურცილავამაც. ცდილობს რაღაცნაირად შემოატრიალოს ებრძოლა, თუმცა არ თმობს, ასევე ცაგურია გაცვლებში. კარგი ოვერჰენდი და აქ უპასუხა ხურცილავამაც მარცხენა ჰუკით. კარგად დახვდა ამ კოჩეტევა საგურია. ტოლს არ უდევს ორივე ბიჭი. ცოტა დააკდა ახლა მიზნამდე და ახლა კარგი ბოდი კიკი, რომელიც თავში გავიდა საგურიასგან. თქვენს დაინახავთ რომ რაც უფრო იმატებს წონები მებრძოლებს შორის, მით უფრო მეტია უდარიც, ძალა, ხარისხიც. და საგურიამ დარტყმა, იგზნო ეს ყველაფერი ხუცილავა და უტევს. და ახლა გადაარჩინა გონგმა ხურცილავა. გონგმა მოუსწრო. თუმცა ვნახოთ, არაფერი მთავრდება, ამით ვნახოთ როგორ აღიდგენს ხურცილავა თავს და როგორ მეორე რაუნდ შემოგთავაზებს. მანამდე კი შევხედოთ ბიჭების განსაკუთრებულ მომენტებს. იწყება მეორე რაუნდი. ნახოთ როგორ დაბრუნდება საგურია. აშკარად უნდა მოუმართოს ტეპს, რადგან პირველი რაუნდი აშკარა ხურცილავას გამარჯვებით დასრულდა. ხურცილავა ისევ პირველ უნდა დაგრძელოს მუშაობას. ცდილობს აქ საგურია დახვდეს ამ დარტყმებს კონჩეტევით და ახლა კარგი კომბინაციები ხურცილავასგან. გავიდა ეს დარტყმები. ახლო ჩხუბს ამჯობინებს ხურცილავა. კარგად დახვდა საგურია. იყო ნამდვილად. კარგი ორიანი ჩაუსვა ახლა. ჩემი აზრით პირველ მომულად უნდა იმუშაოს საგურიამ. შეეტყო ხურცილავასაც დაღლილობა. კარგად გაუტარა ეხა ხელით. კარგი გაცვლები ახლა საგურიასგან. თითქოს შემოატრიალასავით მეორე რაუნდის მეორე ნახევარი. თუმცა ხურცილავამ კარგი დარტყმა გაუტარა. და რა ხდება მეგობრებო? გააჩერა საჭმა. ეს ორთაბძოლა ნოკდაუნშია. ოჩა ხურცილავას ძალიან მაგარი ორთაბძოლა მოიგო. პირველი ნოკაუტი ნახეთ მაქსიმალის 15-ზე. ოდნავი გააქტიურება შეეტყო საგურიას, მაგრამ კონჩეტევაზე დაიჭირა ხურცილავამ და ძალიან ლამაზი ნოკაუტით მოიპოვა ეს გამარჯვება. ძალიან გელავე სპორტსმენები, აპლოდისმენტები გამაგონეს ალეჯიხა. ცოტა მოულოდნელი იყო ესეთი დასასრული ჩვენთვის და ამ ბრძოლის ესეთი გაჩერება არ გამოიყურებოდა ცაგურია ისე რომ არ შეეძლო ამ ბრძოლის გაგრძელება, არ ვიცი. მიულოცოთ ხურცილავას გამარჯვება. მერვე გამარჯვება მოიპოვა მან პროფესიონალებში. საგურიასთვის ეს სადებიუტო ორთაბძოლა იყო. იმედია მომავალში უკეთ დაბრუნდება და უკეთეს ორთაბძოლა შემოგთავაზებს. ოქტაგონზე და რინგზე. უარის გამო მოიხსნა წითელი კუთხე და გამარჯვებულია ლურჯ კუთხეში. მიულოცოთ ამინა ხურცილავას გამარჯვება.
ძალიან ლამაზი ნოკაუტით გაიმარჯვა. მიულოცოთ მარტვილის გუნდს. საგურიას თუ რაღაც 18 წლისაა, მას ყველაფერი წინ აქვს. პირველი პროფესიონალური ორთაბრძოლა ჩაატარა და იმედია რომ მომავალში უკეთ დაბრუნდება და უფრო ლამაზ სანახაობაში მოგთავაზებთ.